კოჟრი ახსენეთ თქვენ ახლა და აი კოჟრებთან მიმართებაში ყოველთვის ჩვენ მოსახლეობა რაღაც მიმართავს ხოლმე რაღაც სპეციალურ დასაკრავებს ან რაღაცებს ხმარობს ხოლმე. აი როგორ ხდება პოდოლოგიურად სწორი როგორ არის ამ კოჟრის მოცილება ან როგორ მიხედავს ჩვენ მოსახლეობა? დასაკრავებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში, როცა ვთქვათ, ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, შესაძლოა გამოიყენოს, მაგრამ სწორად და სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან ეს პლასტირები შეიცავენ სალიცილის მჟავას და შემდგომ თქვათ სიარულის დროს შეიძლება გადავიდეს ირგვლივ ქსოვილზე და მოახდინოს კანის დამწვრობა. ამიტომ ძალიან სიფრთხილით უნდა მოხდეს ამის გამოყენება. უმჯობესია, რა თქმა უნდა, ექიმთან ვიზიტი, პირველ რიგში ისაზღვრება სად არის ლოკალიზაცია, თითის ზედაპირებზე, თითებს შორის არეში, ტერფის საყრდენ ზედაპირზე და ამის მიხედვით უკვე ხდება აპარატურული დამუშავება, კერატოზული ანუ გარქოვანებული უბნის მოცილება და საჭიროებისამებრ შესაძლოა ჩავრთოთ თუ არის სიღრმე, აი კერატოზული ცენტრს ვეძახით ექიმები, ეგრეთ წოდებულ ფესვს, რასაც მოსახლეობაში არის გავრცელებული, შესაძლოა დავიხმაროთ თხევადი აზოტით მოყინვა. ან შესაძლოა CO2 ლაზერით დავიხმაროთ. გააჩნია სიღრმეს, როგორი გამწვავება, ანთებითი პროცესი თან ახლავს თუ არა და რა თქმა უნდა, გარდა მექანიკური, ვთქვათ, აი ამ დამუშავებისა, ინიშნება თერაპია, ანუ მკურნალობა და მთავარი რაც უნდა ვასწავლოთ ექიმებმა არის ის საპრევენციო ღონისძიებები, რათა ისევ განმეორებით არ მოხდეს წარმოქმნა, იმიტომ რომ ძალიან იტანჯება პაციენტი, აი მუდმივად მოიცილებს, ისევ წარმოიქმნება. ეს საპრევენციო ღონისძიებები გახლავთ, დამცავი თითის, სუპინატორი და ასე შემდეგ, იმის მიხედვით სად არის ლოკალიზაცია. ამას უკვე ინდივიდუალურად შეურჩევთ, ავხსნით პაციენტთან ერთად, რომ ეს პრობლემა მასთან ერთად მოაგვაროს, მართოთ და აღმოფხვრათ ბოლომდე პრობლემა.